მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სურმის მადლობა იმის რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხების რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცნობთ გაგეცნობთ მე ვარ კატო გეტყვით რომ აქცია 21-22 მარტის შეგიძლიათ პირადი დიაგნოსტიკა ერთი კონკრეტული საკითხი 50 ლარად მიიღოთ ხოლო რაც შეეხება სრულ დიაგნოსტიკას 70 ლარად ეს იქნება მხოლოდ 2 დღე 21 და 22 მარტს რაც შეეხება ასევე მინდა გითხრათ რომ არის Telegram ჯგუფი კატოგრამი 3 ცხრიანით შეგიძლიათ მოვძებნოთ სადაც იდება ყოველდღიურად შემდეგი დღის ასე ვთქვათ დღის ენერგიები რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ თქვენთვის დასაგეგმად დღის როგორ უნდა გაატაროთ, რა უნდა გააკეთოთ და ესე გაყვეთ ყველაფერს. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა წასული პარტნიორის ცხოვრება. ჩვენ და სამწუხაროდ არის ესეთი მომენტები, როდესაც ადამიანი ვერ აფასებს იმ ადამიანს, ვინც გვერდზე ყავს და მიდის მისი ცხოვრებიდან. ან ზოგი უკეთესის მოსაძებნად, ზოგი უარესის მოსაძებნად, ზოგმა სულ არის ის სად მიდის და რა უნდა გააკეთოს. მაგრამ რაც არის ეგ არის, ხო? ვეღარ შეცვლი. ახლა მიიღო გადაწყვეტილება რომ წავიდეს, წავიდეს. მაგრამ ნახოთ, არის მომენტი, როდესაც გვაინტერესებს უბრალოდ, კი ბატონო, წავიდა. არავინ არ გავეკიდეთ, მაგრამ მაინც როგორ არის უჩვენოთ. ნახოთ, როგორ არის წასული პარტნიორის ცხოვრება. რა ხდება თქვენად. მოდით ნახოთ აბა, როგორი ადამიანი მოვიდა, ვინ არის ვიზია საუბარი. აი რა ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობები საერთოდ რა არის, არ იცის, საერთოდ აი საერთოდ დაუბერავს იქეთ რომ მიდის ადამიანი, შეიძლება ითქვას, რომელიც არ უკვირდება, არ ასრულებს თავის დაპირებებს, ანუ მხოლოდ საუბარია, ხო, საუბარი და იმის იქეთ არაფერი. ვისაუბრეთ, თქვით, დავპირდით, მაგრამ შესრულება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხო? ვიტყოდი რომ ადამიანი საკმაოდ ესეთი ხელგაშლილია, ვერ ვიტყვი რომ არ არის ხელგაშლილი, შეიძლება ეს ხელგაშლილიც იმიტომ იყოს რომ შეუძლია, ვთქვათ, მეგობრების წრეში კარგად დახარჯოს, ხო? არის ესეთი მომენტი. მეგობრებს ძალიან ბევრი გაუკეთოს, ვიღაცას დასჭირდა მივიდეს, დაეხმაროს. ანუ ნახეთ, პასუხისმგებლობების მომენტი ურთიერთობაში სულ სხვა არის, სამეგობროში სულ სხვა არის, ოჯახში სულ სხვა არის. ადამიანი არის ხელგაშლილი, ოღონდ ხელგაშლილი არის შეიძლება ესე ვთქვათ, მაშინ, როდესაც თვითონ იქიდან რაღაცას ელოდება, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი. როდესაც იქიდან მისთვის სასურველი შედეგი შეიძლება წამოვიდეს. ვინ არის ეს ადამიანი? მეორე მხრივ ეს ნახეთ, უპასუხისმგებლო და ესეთი უყურადღებო ადამიანი, უყურადღებო არ არის. ნახეთ, უფრო უპასუხისმგებლო არის, მაგრამ ყურადღება ძალიან კარგადაც შეუძლია. ნახეთ, თუ ადამიანი ხვდება, რომ მისთვის ამ ურთიერთობაში, ან სხვა ურთიერთობაში არის რაღაცა, რასაც სათავისად გამოიყენებს, ეს ადამიანი საკმაოდ კარგ ენერგიას ჩადებს. ჩადებს რა. საკმაოდ სასიამოვნო ემოციებს შეუქმნის ადამიანს, ხო? დაპირებებიც სამწუხაროდ არ აქვს მნიშვნელობა, ხა ქალბატონი
შეიძლება თქვან, რომ აი მამაკაცებმა იციან დაპირებები და არ ბევრმა ქალბატონმა იცის დაპირება და არ შესრულება, ისე რომ მამაკაცებიც არიან ხოლმე ხანდახან დაზარალებული, მარტო ქალბატონები არ არიან ხოლმე. ну შეუქმნია რაღაცა ილუზიებს, რომ აი ერთად ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როდესაც რაღაცა პასუხისმგებლობებამდე მივალთ, ამდენს ვერ შევძლებ, ხო, რაღაცა გავერიდე და გავიქეთ. თუმცა აი ემოციების მხრივ, აი ეს რაღაცა მსუბუქი ურთიერთობის მხრივ ყველაფერი რიგზია. ადამიანი საკმაოდ მტკივნეულად წავიდა ურთიერთობიდან, შეიძლება ითქვას. ну ხა მტკივნეულად წავიდა, ეს არის ერთი მხრივ, რომ ურთიერთობიდან გაიპარა, მეორე მხრივ ის, რომ უბრალოდ მოიტყუა და სახლიდან გავიდა და უცებ სხვა ურთიერთობაში ამოყო თავი, ღალატის მდგომარეობა იყო, სადაც რა თქმა უნდა მტკივნეულია, როდესაც ღალატობენ, როდესაც გაიგებ, რომ შენთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი სხვისკენ იხედება, ну არც ისეთი სასიამოვნო არის. კიდე რას გვეტყვი? იცით რა არის, აი ძალიან საინტერესო ადამიანია, იმიტომ რომ ვთქვათ, რომ ადამიანს არ შეუძლია რაღაცა პასუხისმგებლობების აღება, ესეც არ არის. მაგრამ აი არ უნდა აღება ეთყობა, ну მისთვის არ არის ესეთი ცოტა ესეთი მომენტია, ხო, რაღაც ერთის მხრივ თითქოს ყველაფერს აკეთებს ურთიერთობისთვის და მეორეს მხრივ ადამიანი იტყუება, ღალატობს, სხვაგან მიდის, იკარგება, ხო, ან და მერე შესაძლებელია კიდე რა მომენტი იყოს, და ესე გეტყვით, რომ აქ შეიძლება ითქვას ურთიერთობაში ადამიანი არაერთხელ წაბრძანებულა და არაერთხელ მობრძანებულა, ხო? რაღაცა წავედი ხამე ახალი რაღაცა თავგადასავლების მოსაძებნად და მერე დავბრუნდი ისევე. და სხვათა შორის ძალიან კარგადაც ახერხებდა დაბრუნებას, ესე შეიძლება ითქვას. იმდენად კარგად ახერხებდა მერე რაღაცა ზღაპრების მოყოლა შეიძლება სულაც არ ყვებოდა ზღაპრებს, მაგრამ პირდაპირ ესე შემოჭრით, რომ არც წავსულ არ რას ლაპარაკობ, ხო? ანუ აქ ვიყავი, უბრალოდ რაღაცა საქმე მქონდა და დროებით გავედი რაღაცა მოვაგვარე ჩემი სიტუაციები და მოვედი. ხო, ანუ დამაჯერებლად აკეთებდა და სხვათა შორის არაერთხელ და წაბრძანებულად და არაერთხელ მობრძანებულად და იმიტომაც ვამბობ. კარგით, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი თქვენს გარეშე ახლა ამ ეტაპზე? როგორ ცხოვრობს? ნახეთ, ესე ვიტყოდი, მისი ცხოვრება ეხა ამ ეტაპზე არის საკმაოდ მძიმე ემოციური, მაგრამ თავს არ ვუტყდებით. მაინც ვამბობთ იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, მაინც ვამბობთ იმას, რომ ყველაფერი რიგზე არის, მაინც ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები, ხო? ჩვენ შეგვიძლია ყველაფერს გავართვათ თავი. როგორ ცხოვრობს ახლა ამ ეტაპზე ვთქვანოთ, შესაძლებელია მის გარშემო უკვე არსებობს კიდევაც პარტნიორი, რომელიც თქვათ რაღაცა ენერგიებს აძლევს, ხომ, ამ ადამიანს. თუმცა რო გითხრათ, რომ რაღაცა ესეთი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, თქო, მაინც ვერ ვიტყვი მაგას. მიუხედავად იმისა, რომ თავს ამხნევებს, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით არსებობს, ვერ დაგმალავ, არსებობს ქალბატონიც, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ესეთი მოგითხრათ ახლა რაღაცა შემოსავლები აქვს და თავზე გადასდის, თქო, ნამდვილად არ აქვს ესეთი მომენტი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა სულ ჯიბე გაფხეკილია, იმიტომ რომ შესაძლებელია ქალბატონის ხარჯზეც ცხოვრობდეს, რაღაც ალფოსის როლი კარგად მოირგო, მაგრამ ადამიანი სულ რაღაცაზე ფიქრობს. ნახეთ,
სულ აქვს რაღაცა ემოციური მდგომარეობა, რომელზეც უწევს ძალიან ბევრი ფიქრი. შეიძლება ითქვას რაღაცა პერიოდის დახურვა უნდა, ხო? აი ახლა თქვათ ადამიანი მატერიალური კრიზისის მდგომარეობაში იყოს, ხო, ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, შეიძლება თავზე არ გადასის, მაგრამ არც მშიერი არ ზის, მაგრამ რაღაცა უფრო მეტი უნდა, ხო? და ადამიანი ცდილობს ამ სიტუაციაში დაალაგოს მდგომარეობა. პირად ურთიერთობაში აგერ ყავს ქალბატონი, მაგრამ რაღაცას ვერ ბოლომდე ვერ არის აქაც შესაძლებელია და აი ბოლომდე წინა ურთიერთობიდან გამომდინარე, თქვენს ფიქრობდეს და რაღაცას ჩახურვა უნდა, რომ უფრო აქტიურად გადაეშვას იმ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ნახეთ, ადამიანი მიყვება ჩვეულებრივად ცხოვრების გზას. ანუ ყოველდღიურ შეიძლება რუტინულს, მაგრამ ყოველდღიურ მდგომარეობას. ადამიანი ცდილობს რაღაცეებიდან განთავისუფლება, საიდან უნდა განთავისუფლება? მატერიალური პრობლემებიდან. ადამიანს უნდა რაღაცა განთავისუფლება მატერიალური პრობლემებიდან განსაკუთრებით. ხო, გონებთ, აქ შესაძლებელია ქალბატონზე იყოს დამოკიდებული და შესაბამისად, რაღაცა უნდა რომ მოიხსნას ეს დამოკიდებულება მასთან და თქვათ გააგრძელოს თავისი ცხოვრება რაღაც ისეთი მსუბუქი ცხოვრებით, ხო? ადამიანი მეორეს მხრივ მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია აქ ებრძოდეს რაღაცა манипуляторულ სიტუაციებსაც, ხო? თუ და რატო? საიდანაც გასვლა უნდა. ხო, ნახეთ, ახლა როგორი მომენტია. აქ კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის არის გასვლა, ვისაც ვინც იცით, რომ თქვენს ყოფილს უკვე ყავს ოჯახი, ან ყავს ოფიციალურად ვიღაც ქალბატონი. იმიტომ რომ ნახეთ, როგორ ცხოვრობს. ვიტყვი იმას, რომ ადამიანი ცდილობს განთავისუფლებას, ცდილობს მატერიალური მდგომარეობის დალაგებას, ცდილობს რაღაცა ისეთ манипуляторული სიტუაციებიდან გახსნას, მოხსნას, ხო? ნახეთ, თუ არის კონკრეტულად ამ ქალბატონზე დამოკიდებული მატერიალურად, შესაბამისად манипуляторობაც ძალიან მარტივია, ხო? ანუ წახვალ კი ბატონო, წადი, სადაც გინდა წადი, არაფერი არ გიქნება, ხო? თუ მაგალითად შეიძლება ბინა შეიძინა და გადააფორმა მასზე, ხო? ან რაღაცა პრობლემებიდან გამომდინარე, კი ბატონო, წადი, ბინა ჩემია. არავინ არ გქეუბნება არაფერს, ხო? არის ესეთი მომენტებიც ხოლმე. აი, აქ ადამიანი თითქოს თავს იმშვიდობს, რომ ყველაფერი რიგზი აქვს, მაგრამ რეალურად ცდილობს განთავისუფლებას პრობლემებისგან, განთავისუფლებას განსაკუთრებით მატერიალური პრობლემებისგან, იმ манипуляторული მდგომარეობისგან, რომელშიც არის ეხლა მოხვედრილი და რომელშიც არის ეხლა ამ ეტაპზე გახვეული და უნდა რომ გავიდეს. აქ კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ ოჯახური მდგომარეობა არის და ოჯახი აქვს შექმნილი ადამიანს, ხო? აქ ადამიანს უნდა რომ გავიდეს, აი წავიდეს აი ამ ოჯახიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცხელგულზე შექმნა, ან უბრალოდ, რაღაცა ესე აქ ადამიანი ამ ეტაპზე არის ჩიხში. თითქოს მას ეძლევა შანსი, ვერ გეტყვით, რომ არ ეძლევა შანსი, მაგრამ ადამიანი ვერ ხედავს გამოსავალს, რაღაცა ეს მომენტი აქვს, ხო? აი რაღაც ეშინია შეიძლება გამოსავალისთვის ესე პირდაპირ შეჯახება, ხო? იმიტომ რომ თუ ყველაფერი დაკარგა, რაც ახლა ამ ეტაპზე კმაყოფილებას აძლევს, შესაბამისად ადამიანს არ უნდა რომ ეს ყველაფერი დაკარგოს. როგორ ცხოვრობს უთქვენოდ? აი, ხო გეუბნებით, ერთი დღე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს, თქვას და რაღაცა ესეთი ემოციებით იყოს ახსავსე, მაგრამ მეორე დღეს ხვდება, რომ მეორე დღეს კი არა, მალევე ხვდება, რომ ყველაფერი ცუდად არის მის ცხოვრებაში.
როგორ ცხოვრობს კიდევ, ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი აშკარად სხვაზე ფიქრობს, სხვაზე ოცნებობს, სხვაზე არის გადართული და არ იცის როგორ უნდა დაალაგოს ეს ყველაფერი. აქ ადამიანი როგორ ცხოვრობს, კიდევ ერთხელ გავუნებთ, აქ არის როგორი მომენტი, იცით, არის ოფიციალურ ფორმაში შეიძლება უკვე რაღაცა მდგომარეობაში თქვა და სხვაზე ვოცნებობ და სხვასთან ვარ. აი ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს. აი მისი ცხოვრება ხა ამ სიტუაციაში შეიძლება იყოს მოგონებებთან დაკავშირებით, რაღაცა ოცნებებთან დაკავშირებით, რაღაცა გამოძებნა სიტუაციებთან და გამოვძებნო სიტუაციასთან დაკავშირებით, რაღაცა გავიდეს მდგომარეობიდან, იქნება გავახციო. აი ესეთი აზრები აქვს ამ ადამიანს. რაღაცას ელოდება, რას ელოდები? ელოდება რაღაცა გზას, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მიიყვანოს გამოსავლამდე, ხო? ანუ მიიყვანოს იმ სიტუაციამდე, რაც საბოლოო ჯამში ადამიანს გამოიყვანს მდგომარეობიდან. საკმაოდ უჭირს. ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. მე ისე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს რაღაც პატარა ჯანმრთელობის პრობლემაც, განსაკუთრებით ცოტა ისეთი გადამწვარი მდგომარეობა რო არის ხვდებით, აი სულ რაღაცას ვიბრძვი, რაღაცა მოვაგროვო, რაღაცა გავაკეთო, რაღაცა შევცვალო და აი ეს აი ამ ცვლილებებისთვის იმდენს აკეთებს და იმდენს რომ შეიძლება მატერიალურად რომ ადამიანს აქვს ორგანიზმი გადამწვარი, ხო? რაღაცა დაღლილი მდგომარეობა. მეორეს მომენტში ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი როგორ ცხოვრობს და სინანულით ცხოვრობს. მე ხარ რაზე ცხოვრობს სინანულით, გიკითხოთ ეგეც, რატო აქვს ეს სინანულის მდგომარეობა და გიკავშირდება თუ არა თქვენ, მაგრამ ადამიანი თითქოს რაღაცას ნანობს, რაღაცას ვერ მიუსწრო, რაღაცა ვერ გააკეთა ისე სათანადოდ, რომელიც უნდა გაეკეთებინა და შეცდომაზე დაუშვა თითქოს აი ესეთი მომენტი აქვს. და ეხა იქ სადაც არის, იქიდან ვეღარ გამოდის. ვიზე ნანობს? თავის ოცნებებს. თავის ტყუილებს ნანობს, თავის ოცნებებს ნანობს. ნანობს ის, რომ რაღაცა დასრულდა. ნანობს იმას, რომ სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღო, არ იბრძოლა ურთიერთობისთვის, არ გამოიჩინა ხადა ვერ შეძლო მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ხვდებით? ანუ ადამიანი თავის ტყუილებზე უფრო მეტად ნანობს, რომ თქვათ იტყუებოდა იმას, რომ რაღაცა ვერ გააკეთა. ადამიანს აქვს მირეჭულობის მომენტი, რასთან მიმართებაში გაქვს მირეჭულობის მომენტი? კონკრეტულად ესე ვიტყოდით, ამ ადამიანს აქვს მირეჭულობის მდგომარეობა ხალბატონთან, შესაძლებელია რომ ეს თქვენ იყოთ, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე ვერ ავიღე პასუხისმგებლობა ბოლომდე, ვერ მივიღე გადაწყვეტილება ბოლომდე, ძალიან ბევრი მოვიტყუე, არ დავიცავი ჩემი რაღაცა ემოციები, შეიძლება გრძნობები, არ დავიჯერე და არ დავუჯერე, შეიძლება საკუთარ თავსაც ან თქვენ არ დაგიჯერათ ადამიანმა და გავედი ურთიერთობიდან, კი ბატონო, გავედი ურთიერთობიდან, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდა ჩემთვის არასასიკეთოდ. შეიძლება ითქვას, რომ ნახეთ, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება სხვა არჩევანის წინაშე იდგა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი გააკეთა, შეიძლება თქვენთან არ გადმოდგა ნაბიჯი, ხო, რაღაცა ესე ძალიან ისე მოიქცა, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა რომ შეხვდა, აი იგივენაირად ხო არ მოვიქცევი და მოდი ხა ესე გავაკეთებ და ვთქვათ შევქმნი აქ რაღაცას ისეც, რომელიც გამაჩერებს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდა რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეხა ნანობს ამ ნაბიჯებს. ნანობს იმას რომ დაასრულა, ნანობს იმას რომ გავიდა ურთიერთობიდან, ნანობს იმას რომ ეგონა რომ უკეთესში მიდიოდა და აშკარად არ მოხდა უკეთესში. და ამიტომ არის რომ ცდილობს რომ რაღაცა დააყენოს თავის ფეხზე მატერიალურად.
ამიტომ არის რომ გადაიწვა და გადაიღალა და გადახურდა მისი ორგანიზმი და შესაძლებელია რომ იყოს აქ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს მომენტია, ესე ცხოვრობს ეს ადამიანი ეხა ამ ეტაპზე. მოდით ესე ვიკითხოთ, უნდა თქვენთან დაბრუნება. უნდა თქვენთან დაბრუნება. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს უნდა თქვენთან დაბრუნება. ვერ ვიტყვი არ უნდა, კი ბატონო. უნდა თქვენთან დაბრუნება ნამდვილად, მაგრამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ტკივილები, შიშები, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ არ მიიღებთ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება შეიქმნას. ამიტომ ჯობია რომ ის მაინც შეინარჩუნოს ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაც აქვს და როგორც აქვს. ადამიანს უნდა დაბრუნება. კი, იმიტომ რომ მას აქვს ემოციები თქვენთან. მას აქვს ემოციები თქვენთან, ვერ ახერხებს დავიწყებას, მაგრამ ამავდროულად აქვს შიში იმის, რომ შესაძლებელია თქვენ მისი ემოციები და მისი რაღაც ეს დაბრუნების მდგომარეობა არ მიიღოთ, ხო, უბრალოდ შესაძლებელია უკვე სხვაც ყავდეთ თქვენც როგორც მას და თქვენ ძალიან ისე მკაცრად მოექცეთ მერე ადამიანს და უბრალოდ დაუსრულოთ ურთიერთობა, ხო, არც მოუშვათ თქვენამდე. ისე რომ აქვს სურვილი დაბრუნების, თქვენ წარმოედგინეთ. რა ვქნათ, თავის გადაწყვეტილება იყო წასვლა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას ითხოვთ თქვენთაგანს და ყოველთვის ისე ყოფილიყოს, როგორც თქვენს გულებს ენდომება. დროებით.